თბილისის საქალაქო სასამართლო მოცნების ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა. მიქაუტაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას შუამდგომლობდა. დაცვის მხარე კი 100,000 ლარიან გირაოს ითხოვდა. სასამართლო პროცესს რომეო მიქაუტაძე ესწრებოდა. ის ბრალს არ აღიარებს. პროკურატურის ბრალის მიხედვით რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. უწყების მტკიცებით ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით 2,556,192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა. სამართალდამცავებმა ოცნების ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნის დააკავეს. მას 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.